გაიცანით აივი, ალექსი, სკოტი და ლუნა, 4 საუკეთესო მეგობარი, რომლებიც მწვანე ქალაქში ცხოვრობენ. ქალაქი მიუერთდა მერების შეთანხმების ინიციატივას და აიღო ვალდებულება სულ მცირე 35%-ით შეამციროს CO2-ის ემისიები 2030 წლისთვის. თქვენთან ერთად ისინი ისწავლიან, როგორ იზრუნონ ჩვენს გარემოზე. დღეს ისინი გადაადგილების სხვადასხვა საშუალებას გამოცდიან, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა გარემოსთვის. თავიდან ისინი ელექტროავტობუსში სხდებიან. აივის მოსწონს, რომ ავტობუსი არ ხმაურობს და გამონაბოლქვს არ გამოყოფს. შემდეგ ისინი თანამედროვე ტრამვაიში გადაინაცვლებენ. ალექსი შენიშნავს, რომ ავტობუსის მსგავსად ტრამვაიც ელექტროენერგიას მოიხმარს და ერთდროულად უხმაუროცაა და ატმოსფეროსაც არ აბინძურებს. ტრამვაით მგზავრობის შემდეგ სკოტი მეგობრებს ვარჯიშს სთავაზობს, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მეგობრები ქალაქში ველოსიპედებით მოგზაურობენ და გადაადგილებისთვის მხოლოდ საკუთარ ენერგიას იყენებენ, რის გამოც გადაადგილების ეს საშუალება ერთ-ერთი ყველაზე უვნებელია გარემოსთვის. ამის შემდეგ ლუნას გაუჩნდა იდეა, რამე უფრო სწრაფი გამოსცადონ, ამიტომ მეგობრები ელექტროსკუტერებს ირჩევენ, რომლებიც ასევე ელექტროენერგიას იყენებენ და რომლებიც, როგორც გვახსოვს, არ აბინძურებენ გარემოს. დღე დასასრულს უახლოვდება და აივი, ალექსი, სკოტი და ლუნა ღამით სახლებში მიემართებიან, მაგრამ თანხმდებიან, რომ დილას ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, რადგან თქვენთან ერთად მეტი გაიგონ შენობებზე, რომლებიც ენერგიას ეფექტურად მოიხმარენ.